დიქტატურის რეჟიმის პოლიტიკური რეჟიმი და ეს პოლიტიკური იდენტობა რა იდენტობის პირობებში ზუწებდა ეგვიპტელ ხალხს ცხოვრება 30 წლის განმავლობაში, როდესაც ჰოსნი მუბარაკი მართავდა ეგვიპტეს, იყო პრინციპში ის პერიოდი, რომელიც დაკავშირებული იყო მოქალაქესა და სახელმწიფო შორის ურთიერთობის წყვეტასთან ეგვიპტეში. როდესაც ეს იყო პერიოდი, როდესაც ეგვიპტეში მოქალაქემ დაკარგა სოციალური ფუნქცია, ეგვიპტე ამ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს რაღაცა თქვა ექსკლუზიური ფენომენი, ყველა სახელმწიფოში, სადაც არსებობს ტოტალიტარული რეჟიმი და დიქტატურა და ტირანია, ასე ტიპის სახელმწიფოებში ყოველთვის მოქალაქე კარგავს მის სოციალურ ფუნქციას და სახელმწიფო ყოველთვის გადაიქცევა მონსტრად. შესაბამისად, ჩვენ ეგვიპტის სახით მუბარაკის პერიოდში ქონდა უბრალოდ ეგეთი სახელმწიფო, მონსტრის ტიპის სახელმწიფო, სადაც ერთმანეთისგან განცალკევებული და სახელმწიფო როგორც ასეთი და მოქალაქე არსებობდა რაღაც გარკვეული გაბატონებული ელიტები, რაღაც მონოდისკურსული მიდგომებით, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა რეალურად საზოგადოებრივ ინტერესებთან. 30 წლის განმავლობაში ამავდროულად წინააღმდეგობა, ანუ რესისტენტობა რეჟიმის წინააღმდეგ იყო ამავდროულად რთული. მუბარაკის დროს, იმიტომ რომ როდესაც არსებობს ტოტალიტარული სისტემა და ტირანია, ამ სისტემის პირობებში აქტიური მოქალაქეობის ხარისხი ასევე იკლებს, რაც გამოწვეულია იმით, რომ შეიძლება ვთქვათ მოქალაქეს ჰქონდეს შიშის სინდრომი, ან ვთქვათ იყოს სკეპტიციზმი ქვეყანაში, ტოტალური სკეპტიციზმი გამეფებული, ხდებოდეს მარგინალიზაცია, ვთქვათ ინტელექტუალური ძალების აქტიური მოქალაქეობის. თუმცა ესე იგი ამ ყველაფერმა მაინც ამოხეთქა, იმიტომ რომ შეუძლებელი არის ადამიანის ცნობიერებაზე, მოქალაქის ცნობიერებაზე აბსოლუტური კონტროლის დამყარება. ნუ ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით ესეთი ქვეყანა საბჭოთა კავშირი, რომელსაც სცადა ასე ვთქვათ მოქალაქის ცნობიერებაზე ტოტალური კონტროლი, მაგრამ და 70 წლის განმავლობაში წარმატებითაც ახერხებდა, თუმცა შემდეგ 70 წლის შემდეგ ამოხეთქა ამ ასე ვთქვათ რაღაც ნიაღვარივით ამ რაღაცა იდეებმა საზოგადოებაში და რეალურად ეს კონტროლი, ასე ვთქვათ, ტოტალური კონტროლი ცნობიერებაზე, ადამიანის ცნობიერებაზე ვერ განხორციელდა. ასევე მოხდა დაახლოებით ეგვიპტეში, მუბარაკს ეგონა და არსებულ რეჟიმს ეგონა, რომ ისინი ქონდათ რაღაცა ჯადოქრული ძალა, როგორც სამწუხაროდ დღეს საქართველოში ასევე ზოგიერთს გონია, რომ არსებული პოლიტიკური რეჟიმი არის იმდენად ძლიერი, რომ მისი შეცვლა შეუძლებელია. ასევე ეგვიპტეში იყო რაღაცა ცრუ სტერეოტიპების ცრუ რწმენა, თითქოს იმისა, რომ შეუძლებელია მუბარაკი გადადგეს, ან შეუძლებელია მუბარაკის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ დავინახეთ, რომ არაფერი არ არის შეუძლებელი, ზუსტად სოციალურმა პროტესტებმა, საზოგადოების გაერთიანებამ და ასე ვთქვათ, საზოგადოების მიერ გამონახულმა საერთო ნებამ აიძულა ზუსტად მუბარაკი რომ გადამდგარიყო. და ის პროცესები, რაც დღეს ეგვიპტეში ვითარდება, როდესაც ჰოსნი მუბარაკი აღარ არის ეგვიპტის პრეზიდენტი, თავარი არის, რომ უკვე მუბარაკი აღარ არის, უკვე დიქტატორი წავიდა და შესაბამისად მოქალაქეებში გაჩნდება უფრო მეტი ოპტიმიზმი, უფრო მეტი რწმენა იმისა, რომ ექნება უფრო მეტი სოციალური პოლიტიკური თანასწორობა, დემოკრატიული პრინციპების რეალური იმპლემენტაცია და ყველაზე მთავარი რაც არის ეგვიპტეში, რაც ვითარდება, არის ის, რომ ეგვიპტეში მოხდარი ეს მოვლენა ასევე ძალიან დიდ ოპტიმიზმს ბადებს, უნდა დაბადოს სხვა ტიპის ქვეყნებში, სადაც რელევანტური რეჟიმები არსებობს. იმიტომ რომ ვიმეორებ განმეორებული სკეპტიციზმი და პესიმიზმის აღსასრულის დრო უნდა მოვიდეს რეალურად, იმიტომ რომ რეალურად ხალხის ძალა, ანუ ხალხის ინტერესები და საერთო ნება ყოველთვის ძლიერია, კაცნების ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ჩაგვრილი პოლიტიკური რეჟიმი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ისაც მოხდა ეგვიპტეში არის აუცილებლად პროგრესული მოვლენა და ყველაზე მთავარი რაც არის პროგრესული მოვლენა, იმიტომ რომ ეს ხო მთლიანად სამოქალაქო პროტესტი, რომელსაც ბუნებრივია გვერდითებდა პოლიტიკური ძალები, იმიტომ რომ ჩემი აზრით სამოქალაქო სივრცე და პოლიტიკური სივრცე, საჯარო ცხოვრება და პოლიტიკური ცხოვრება ერთმანეთთან ყოველთვის უნდა იყოს ურთიერთდაკავშირებული და ერთმანეთთან კოოპერირებაში, თუ კი ჩვენ გვინდა რომ ვებრძოლოთ დიქტატორულ რეჟიმებს. ასე მოხდა, ასე ვთქვათ, ეგვიპტეში და ამიტომაც იყო ეს წარმატებული, რომ გაერთიანდეს ზუსტად სამოქალაქო და პოლიტიკური ძალები, რადგანაც მათ გამონახეს საერთო წერტილი არის იყო ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლა, მუბარაკის წინააღმდეგ ბრძოლა.